ესეთ კვირის ამბავს მოვიხილავთ ხოლმე. უბრალოდ დღეს იმნერი რაღაც მოხდა, რომ ძირითადად დღევანდელ ამბებს შევეხებით. პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ რა მოხდა დღეს. უცხოეთში მყოფი მოქალაქეები არჩევნებზე ხმას ვეღარ მისცემენ. ასეთი ინფორმაცია დაიდო. ანუ ადამიანი, რომელიც არის ემიგრაციაში და წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს რა არსებობს იმისთვის, რომ შემდეგ მის ოჯახებს, მეუღლებს, შვილებს, დედებს, მამებს ფული გამოუგზავნოს იმისთვის, რომ აქ იარსებონ და საჭმლის ფული ჰქონდეთ ელემენტარული, ამ ადამიანს ეუბნება ქართული ოცნება, რომ შენ ხმის მიცემის უფლება არ უნდა გქონდეს. და 4 წელიწადში ერთხელ ჩამოდი საქართველოში, ეს ხო მარტივია და მიეცი ხმაო, ხო? ხო, როგორ მარტივად ჟღერს ეგ ამბავი, რა ვიცი. იმ ადამიანებს რო შეეძლოთ ეს მარტივად იქით-აქეთ სიარული, რა ვიცი, კობახიძის სათქმელი რა სჭირთ, ან რა ვიცი, დინარაძემ რატომ უნდა უთხრას, ამდენხანში ერთხელ ჩამოვიდეს, ხო? რო არ შეუძლიათ და რა ვიცი, რო არ შეუძლიათ და რო წვალობენ იქ და რა ვიცი, ღედაღამე რომ მუშაობენ, მაგიტო ხო ვერ ჩამოდიან საქართველოში, აბა, ეს კითხვა დაისვას, ხო? ან რა, არჩევნებში მონაწილეობა პრივილეგიაა, მეგობრებო, ანუ რა ვიცი, იმ ადამიანებს ეხება არჩევნები მხოლოდ ვისაც ასე გამგზავრება შეუძლია, ბილეთის ყიდვა შეუძლია და იქით-აქეთ სიარული თავისუფლად. არჩევნების უფლება არის ის ფუნდამენტური უფლება, რომელიც ყველა მოქალაქეს გააჩნია და რეალურად ქართული ოცნება ამით გვეუბნება, რომ ჩვენ ამ უფლებას შეგიზღუდავთ. ჩამოდითო რა საქართველოში 4 წელიწადში ერთხელ არისო არჩევნები, რა პრობლემა არისო რა, ჩამოხვალოთ თავისუფლად. ეს რაზე მიანიშნებს? ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ქართულ ოცნებას ზოგადად არეული აქვს რამსები, საერთოდ ვერ გზნობს ადამიანების, მოქალაქეების გულისცემას, ვერ ხვდება საერთოდ რა უჭირს ამ ხალხს. გონია რომ, რა ვიცი, როგორც იყო ადრე, ხო, ყოველ მეორეს კარტიე აქვსო და როლექსი უკეთია ხელზე. გონია რომ ყველა რაღაცა მდიდარია ამ ქვეყანაში და მე მგონი თავის ტყუილებში დაიკარგა ეს ხალხი რა. ხო და მეგობრებო, ცოტა თვალი გაახილეთ რა. ის მილიონობით ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთ არის წასული ლუკმაპურის საშონელად, რომ აქ ოჯახები არჩინოს და სიმართლე გითხრათ, თქვენი ეკონომიკაც ზუსტად ამაზე დგას, მეგობრებო, ეს ადამიანები რო არ იყვნენ, უკვე ჩამოქცეული იქნებოდა საქართველო, ხო? ეხლა რაღაცა წკიბზე რო კიდია და რაღაცა ბმა არსებობს და ცოტა გამართული არის თითქოს ეკონომიკა, ზუსტად ამ ადამიანების დამსახურებაა, ხო? და თქვენ ეუბნებით, რომ ჩამოდი 4 წელიწადში ერთხელ საქართველოში, თორემ ხმას ვერ მისცემ. ხო? აი რადონის აბსურდია და სიგიჟე არის, ხო წარმოგიდგენიათ რასაც ლაპარაკობენ, მაგრამ რეალურად რატო ლაპარაკობენ? პროპაგანდას კიდე მოაყოლეს რაღაცეები რა, მხოლოდ ამას კი არ ამბობენ, რომ საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ 4 წელიწადში ერთხელ. ამბობენ, რომ ისინი ზოგიერთები რაღაც ამ როგორ ამბობენ, უცხოელი აგენტების უცხოურ ინტერესებს ატარებენო თითქოს რა, იქ ჩასული ადამიანებიო და შეიძლებაო, რომ რაღაც ამის ქვეშ იყვნენო, ამ გავლენის ქვეშო და სხვას მისცენ ხმაო, ხო? ეგეც ხო რადონის სიგიჟეა. და მოკლედ ეგეთ სისულელეებზე არის აწყობილი ამათ პროპაგანდა, ქმედებები და ამ სისულელეებით საზრდოობენ, მაგრამ მეორე მხარეს არიან ადამიანები, ვისაც ეს სასიცოცხლოდ ეხება რა, საარსებოდ ეხება. ბევრი არის ქოცების ამორჩეველი, რა ვიცი, აი ქუჩაში რო დგანან კაცები, რაღაცა საქმეს რო არაკეთებენ საერთოდ და ბირჟავიკები ფეხზე რო აქვს გადადებული, რა ვიცი, დომინოს თამაშობენ, სვამენ, რა ვიცი, ხართეზოზე არიან წამოწოლილები და მერე საარჩევნების დრო რომ მოდის და პარტაქტივად იყენებს ხოცობა, ხო? ვინ არჩენს მეგობრებო ამ ადამიანებს? თქვენი 200 ლარი კი არ არჩენს, რომელსაც არჩევნების დღეს გადაუგდებთ, არამედ არჩენს ზუსტად ის, მისი მეუღლე და ოჯახის წევრი, რომელიც ემიგრაციაშია და ბავშვს სულის და შემდეგ აქ ფულს უგზავნის. ხო და თქვენ ამ ადამიანებს ეუბნებით, რომ შენ ჩამოდი იქიდან და ხმა აქ მიეცი და ასე შემდეგ, ხო? აი, ამ რეალობაში გამყოფებთ ქართული ოცნება, ჩემო მეგობრებო, ხმების დაკარგვის შიში არის პირველ რიგში, მაგრამ რატომ გამოაგორეს ასეთ დროს? რას აპირებს ქართული ოცნება? ჯერ არ არის არჩევნები. რამე სხვა არ აპირებს? ჩანიშნოს ხო არ აპირებს შემთხვევით არჩევნების. რაღაცა ეს კითხვის ნიშნებით სჩნდება, რატო ათამაშდნენ ასე ადრე, ხო? ბევრ მაიმუნობას გეგმავენ და ეს წინასწარ უნდა გავთვალოთ ჩვენ, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდევ ერთი პაპუაშვილი რას ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით. ხედავთ რამდენად ძლიერია სურვილი გარე ჩარევისა არჩევნებში და მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან უცხო ქვეყანაში, პირდაპირ შეიძლება გახდნენ პოტენციური სამიზნე გავლენისა და ჩარევისა ქართულ არჩევნებში. აი რა იდიოტია ჯერ ეს პაპუაშვილი და მე რა უნდა რომ აჩვენოს ამით, რომ ის ემიგრაციაში მყოფი მილიონი ადამიანი, რომელიც მართლა დღედაღამე მუშაობს, რომ ოჯახები არჩინოს საქართველოში, ეუბნება, რომ
გარეთ ჩარევით მოქმედებინო და შეიძლება ტვინიო ცოტა ამღრეული კონდეთო და რაღაც სხვანაირი მიიღონო გადაწყვეტილებაო და ჩვენ არ მოგცეს ხმაო, ხო? აი ამას გველაპარაკება. ანუ რეალურად შეაფასეს რომ წინა არჩევნები რაც იყო ემიგრანტების ძალიან დიდმა ნაწილმა არ დაუჭირა ქართულ ოცნებას მხარი და ეხა ზუსტად ამას ლაპარაკობენ თითქოს deep state-მა ამ ხალხს, რომელიც ბავშვებს უვლის, რომელიც, რა ვიცი, ისეთ რთულ პირობებში მუშაობს, რომ აი, ვერც კი ჩამოთვლი, ვერც კი აღუწერთ, იმიტომ რომ ჩვენი არ ვიმყოფობთ და ვერ გძნობთ კიდე რამდენად რთულია მათთვის მანდ ცხოვრება. ხო და ეს გვეუბნება რომ აიო, ვიღაცები გარეთ ჩარევით მოქმედებენო და თუნდაო ხმის მიცემაო ჩამოვიდესო საქართველოში. ეს არის პაპუაშვილის განცხადება, რა მაიმუნია ხო ხვდებით? ეგ მაიმუნობებზე აქვს ყველაფერი აწყობილი რა. ხო. ამასთანავე კიდე რა მოხდა რა? დღეს ეს ამბავი მოხდა, ეს ნიუსი გავიგე და შემდეგ მეორე ამბავი არის, რომ წიწაკის სპრეის აგზავნას აპირებენ. აი წავედ წიწაკის სპრეის უნდა შეუთანხმო შიშს იმისგან ნებართვა უნდა აიღო, რომ წიწაკის სპრეი ატარო. რა არის წიწაკის სპრეი? წიწაკის სპრეი არის ყველაზე, რა ვიცი, ისეთი თავდაცვის საშუალება, რომელიც არის რა ყველგან დაშვებული თითქმის რა. აი რაში გჭირდება წიწაკის სპრეი რეალურად ადამიანს? რაში უნდა დაჭირდეს მაგალითად ქალს წიწაკის სპრეი? იმისთვის ჭირდება რომ ვიღაცა რომ არ აეკიდოს, ჩვენ ვიცით მილიონი ფემიციდის შემთხვევა არსებობს. ვიცით რომ ძალიან ბევრი არეული გონების ადამიანი დადის საქართველოში. ხო და შენ რომ თავდაცვის უფლება გქონდეს, ამისთვის რავი ჩანთით ატარებ ხოლმე ამ წიწაკის სპრეის რა, რომ ყოველი შემთხვევაში რაღაც რომ მოხდეს, შენ თავი დაცულად იგრძნო. ხო და დღეს გეუბნება ქართული ოცნება გეუბნება რომ არა ესეც უნდა აიგრძალოს. ყველანაირი თავდაცვის იარაღი უნდა მოისპოს, მალე ალბათ რაღაცა სპორტ დარბაზებში სიახლოვეს აგვიგზალავენ, რომ ცოტა ის კუნთები არ გავიზარდოთ და თავი არ დავიცვათ ჩვენით და გეუბნება რომ აი ხო შენ უნდა იყო დაცლილი, არა უშავს თუ ჩვენ ტიტუშკები გვყავს, არა უშავს თუ ვიღაცა დახვდება ქუჩაში. ეგ არ არის პრობლემა, გაგლახავთ, შენ თავიც არ უნდა დაიცვათ, თორე იმის მაგივრად შენ დაგიჭერთ. აი ეს არის ქართული ოცნების დღევანდელი პოლიტიკა. მაგრამ მარტო ეგეც კი არ არის, იმდენად დამკაცრებენ ყველაფერს და იმდენად ერევა სახელმწიფო მანქანა თითოეულ ადამიანში ყველას თავისუფლებაში, ჯერ ხო თავდაცვის უფლება აგერ უკვე შეგიზღუდეს. როდესაც ვეწერებოდი რა TV პირველს დღეს პოლიციელ პატრულმა გააჩერა ვიღაც მანქანა ჩაუტარეს ჩხრეკა და მთელი ამბები და აი ამოწმებდნენ რამე ხო არ ქონდა და ყოველი წუთის ყოველ ნაბიჯზე ხდება ეს პოლიცია იმდენად არის რაღაც გაშმაგებული, ალბათ ჯარიმები უნდათ რომ დაწერონ და რაღაც ბიუჯეტი შეავსონ იმ დანაკლისის ხარჯზე რაც აქვს დღეს რომ ესეთ რაღაცას აკეთებენ ყოველ მეორეს აჩერებენ, რა ვიცი მანქანას უმოწმებენ, აი კანონი რომ მიიღეს რომ აი ტროტუარზე არ შეიძლება თითქოს გაჩერება და ასე შემდეგ, ხო? ადამიანი მიდის მოპედით, რომელიც გლოვოში მუშაობს, მიდის რომ დატოვოს უბრალოდ შეკვეთა რა, ადის მეხუთე სართულზე პირობითად, ხო? აი ესეთი ადამიანი დააჯარიმეს 200 ლარით. წარმოიდგინე, ადამიანმა გააჩერა თავისი მოპედი, შეკვეთა აიტანა, ქვევი დახვდა, პატრულმა ეუბნება, აი გაჩერება არ შეიძლება ძმაო. ტიპი მუშაობს რომ დღეში რაღაც 50 ლარი შეოს და ეს აჯარიმებს 200 ლარით. იქ ხო გახსოვს ვიდეო, ბავშვი მიმყავსო რაღაც სასტრაფოდო, სამკურნალო და ასე შემდეგო და იმაში ხო შევიდა აფთიაქში შევიდა ადამიანი და მანქანა ის ჩაურთო რა, ავარიული ისინი ჩაურთო რომ უცე მოვა რა. დაახტა პატრულის მანქანა და დაუწერა 100 ლარიანი ჯარიმა. ტიპი უხსნის რომ ბავშვი მყავს სულ და წამალზე შევედი და უცე მივდივარ, ერთი წუთიც არაც შესული ვარ ხო აფთიაქში, არ აინტერესებთ არაფერი რა. არ აინტერესებს. აი ზუსტად რატო ხდება ეგ რა რეალურად მე ვფიქრობ რომ რა ვიცი შეიძლება ბოროტები არ იყვნენ ეს ადამიანები რა ხო აი პატრულის სამშობლოში იმდენად პატარები ყავთ აყვანილი სამსახურში იმდენად ვერ ხვდებიან რომ ერთი არის რომ კანონი არსებობს რაღაცა მეორე ხო არის გარემოებაც რა ადამიანი რომელიც აი ხედავ როგორ მდგომარეობაშია ხო იქ ხო არ დაუტოვებია სახში ხო არ წასულა ხო აი ამ გარემოებას როდესაც ხედავ და შენ დგები და კიდე აჯარიმები რა ვიცი რა ხო უნდა გაანალიზო ცოტა რა ხო უნდა მიხვდე რომ ეს ცოტა ადამიანობასთან არ არის კავშირში და მხოლოდ კანონის რო გიწერია ფურცელზე მაგის ბრმად მიყოლა რომ არ შეიძლება. ბრმად მიყოლა ზოგადად არაფერს არ შეიძლება რა. ანუ კანონები რაც არის ხო? კანონების გადახედვა ხდება, რაღაცების ანალიზი ხდება. აი ეს ბრმად ნუ შეხედავთ ყველაფერს რა. უნივერსიტეტი არ აქვს დამთავრებული, ეს სკოლას დაამთავრებენ თუ არა, ელემენტარული გამოცდებით იღებენ პოლიციაში რა. მე იმის უფროსი ეთქვის რომ აი შენ ესე თუ მოიქცევი და კანონებს კარგად შეასრულებ, დაგაწინაურებ. ეხლა რა 18 წლის ბიჭია, 17 წლის გოგო არის, რაღაც
პოლიციაში მიიღე იარაღი მისცეს, იქ გავლენა აქვს, სხვაზე მეტი უფლება აქვს პოლიციელია, ამით სარგებლობს და გონია რომ თუ ამ კანონებს ესე პირნათლად შეასრულებს და დაივიწყეს იმ ადამიანობის ნაწილს, რომ რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს რა, ვიღაცა რა ხუთ აპაჭყორია რომ შეაქებს ვიღაცას, გონია რომ არა, კარგი რაღაც გავაკეთე და რეალურად ეგ არის საპირისპირო. თქვენ ხო იაზრებთ რომ ადამიანი აფთიაქში რო შედის და ბავშვი ყავს სუდად, იმას 100 ლარიანი ჯარიმა არ უნდა გამოუწერო, ხო? მარტივი ელემენტარულია, ხო? ეს ამას უნდა აანალიზებდეთ ყველა. ეს მორჩა ეხა, ეს ნიუსი ხო მორჩა და ამის მერე კიდევ ხედავ რას, რომ აგერ რაჟდენა გაუუქმებიათ. რაჟდენა როგორ გაუუქმეს? თლიანად დაახურეს. აი ხო არის რომ ვიღაცა სახლში არის რა და იმ სახლიდან კიდე გამოიყვანო და ამათ სახლი აიღეს და გადააგდეს იქით რა, ეგ გაუკეთეს რაჟდენას. თლიანად გაუუქმეს ეს თავისი ინსტიტუტი რა. ხო ამბობდა რომ მე სანამ ეს იქნება, რა ქვია, სულ იქნები და რაღაცა, ხო? რა იქნება, კიდე მოისწროლეს იქით, ხო? და რაღაცა სხვა იმას უერთებენ ამა. ხო, დახურული იქნება რა, აღარ იარსებებს ჩვენი როგორც ვამბობ დენრაჟდენი. ჩვენ დენრაჟდენი აღარ იქნება, ხო და მაგრამ იგი ფუნქციებით რაღაც მაგას სხვა როგორ გითხრათ, სხვა ის შეითავსებს ორგანო და ისევ ამ ბოროტულ კანონებს და იმებს გააგრძელებენ, რა ქვია, რეპრესიულ მექანიზმებს, მაგრამ რაჟდენას ფენომენი ხო ცალკეა რა. თვითონ ტიპი იყო რაღაცა, აი რო შეხედავდი გეცინებოდა რა ადამიანზე რა, იმიტომ რომ ჯერ ხო მისი პოსტებიდან ნახი გვაქვს სააკაშვილთან მიმართებაში როგორ იყო და რაღაც ხო გლებს რო აზიარებს და რაღაცა ვოლკებში პირველი უნდა ვიყო და ჯობს რომ პოზებში პირველია ხო ამას ამბობდა და მე ამის აღზევება ვნახეთ რა და ბევრი არის რა ქართულ ოცნებაში ეგეთი რა აი რომელი არ მახსოვს ზუსტად მაგრამ ერთი ბიჭი არის ერთი კაცია ქართულ ოცნებაში რომ ახლა მაღალჩინოსანი 2012 სანამ მოვიდოდნენ მისი კამპანიები მაქვს ანახი საარჩევნო კამპანიები რომ აი დაუვარცხნელის და ეს მზირას რო ჭამს და ესე რო აგდებს ეგეთ სურათი არის და დღეს ეს გამოწყებილი შავ კოსტუმში არის რა აი ესე ხდება ხოლმე ტრანსფორმაცია ამ ადამიანების ეს აქედან მოდიან გლებში პირველები არიან და ასე შემდეგ და მე უცებ აი დენრაჟდენიები ხდებიან და ესეთი ტიპები ხდებიან რა ეგ არის ქართული ოცნების დღევანდელი მოცემულობა ანუ ყველა იმან მიატოვა ვინც ცოტა აზროვნებდა და ვინც ცოტა ახლოს იყო საგარეო ურთიერთობები ესმოდა, შიდა პოლიტიკა ესმოდა. ეგეთები აღარ ყავდა დარჩათ ეგენი რა, რაჟდენები და ასე შემდეგ. და ეს ახალგაზრდები რა, ეხა ახლები ვიყავთ ლუკა ძაძამია რო არის ერთი ბიჭი, პორშეთი რო დადის და მეორე კიდე დამავიწყდა ის სახელი. ნოდარ ბოკერია ის ცისფერთვალება კერათმიანი ახალგაზრდა, რომელიც ამბობს, რომ აქციის მონაწილეები ძმაო, მოტყუებულები არიან, ხო, ვიღაცა შეცნობა შეიყვანა, ძმაო, მე მგონი შენ ხარ შეცნობა შეყვანილი. ან თავიდან ბოლომდე შეცნობა ხარ. ხო და მინდა ერთი რაღაც გითხრა რა, როდესაც გამოგიწვია სართულის ბიჭებმა, რა ვიცი, ვადომ, ზუკან, როდესაც გამოგიწვია, რომ მოდი ვილაპარაკოთ, იქნებ საერთოდ არა ვარ შეცნობა შეყვანილი და მოდი ვისაუბროთ ამაზე, ხო? რატო არ გახვედი? იმიტომ არ გახვედი, რომ სალაპარაკო არც არაფერი არ გაქვს და მარტო შეგიძლია კალაძე სიტყვის და შალვა რამიშვილი პროპაგანდისტულად რასაც გადმოგიგდებს, ამაზე ილაპარაკო, რომ აი ვიღაცები არიან შეცნობაში შეყვანილები და რა გვეშველება. შეცნობაში შეყვანილები კი არა, რომ გაიარო რუსთაველზე იმდენ ინფორმაციას მიიღებს, შეიძლება უნივერსიტეტში არ ქონდეს მაგდენი ცოდნა მიღებული, იმიტომ რომ პროფესორებიდან დაწყებული მხატვრები, რეჟისორები, რა ვიცი, დიდებული ადამიანები დგანენ და ამიტომ გეუბნები რომ შეცნობა სხვა მხარეს მოიკითხეთ ჩემო ცისფერთვალება მეგობარო. ასევე გავიგეთ ინფორმაცია რომ ჩვენი თორნიკე რიშვაძე წაუყვანიათ გერმანიაში ცალთვალში ვეღარ იხედებაო ეს ადამიანიო. არ ვიცი, მე მგონი მახსოვს რომ აქ სადღაც გულკერდის არეში მოხდაო, ხო? გულკერდის არეში მოხდა ან მოიხვედრა იარაღი, თვალთან არ ვიცი რა კავშირში იყო. არ ვიცი რეალურად მან რა მოხდა, სად ისროლა, სად ესროლეს, ეგ ამბავი არის ძალიან გაურკვეველი რა. ისე თვითონ თუ ალაპარაკდება ეს კაცი ჯობს რა, თუ ახლა გერმანიაში წავა და იქ რაღაცა ისეთ თავისუფალ ქვეყანაში მოხდება, იქნებ შეძლოს რაღაცეების ლაპარაკი, იმიტომ რომ მესმის რომ საქართველოში ვერაზოს ვერ ილაპარაკებდა სიმართლეს რა. თუ გადავიდა გერმანიაში ოჯახთან ერთად, რა ვიცი, ვულოცავ ამ ადამიანს, იმიტომ რომ შედარებით ცოტა მაინც თავისუფლად იქნება. მაგრამ მახსოვს მისი პოზიციები, მისი საუბარი და ასე შემდეგ, მაგრამ მე არ ვარ ბოროტი ადამიანი და მიმტევებელი ადამიანი ვარ. ერთადერთი რაც მინდა არის ის, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არ კვდებოდნენ თავისი რაღაც განსხვავებული პოზიციის გამო და თუ ის ოდნავ განუდგება ბიძინას, ამის გამო თვალში არ უნდა კარგავდეს მხედველობას, ხო? ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ აუცილებელია თუ ის გადავიდა და საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს, ილაპარაკოს სიმართლე რა ამ კაცმა რა. კიდე მივედის ასევე ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, არაბულ ინვესტიციაზე, Eagle Hills-ი.
აი ესეთი კომპანია არის შემოსული და ჩვენმა დიადმა პრემიერმა საკუთარი დროის დაახლოებით 9 წუთი დაუთმო ვიდეო რგოლში ამ თემაზე საუბარს. ეხლა წარმოიდგინეთ ვიდეო რგოლი თუ არის 9 წუთიანი, რამდენი დუბლი ჩაწერა ბატონმა კობახიძემ, რომ ეს 9 წუთი გამოსული იყო, ალბათ ერთი 2-3 საათი მაინც იჯდა თავის ოპერატორებთან და სცენარისტებთან ერთად და ლამაზი სახე დაიყენა, რომ ამაზე ესაუბრა. ხო და რა შეიძლება ვთქვათ ამ Eagle Hills-ზე და ამ, რა ვიცი, 6 მილიარდიან, 7 მილიარდიან პროექტზე, რომელიც გვეუბნება, სადაც გვეუბნებიან, რომ სადღაც ძალიან 800 ჰექტარამდე მიწები უნდა გასხვისდეს. არ ვიცი რამდენად რეალურია, რამდენად შეიძლება მოხდეს, მაგრამ 9 წუთიანი ვიდეო რგოლი თუ მიუძღვნა ამ კაცმა, შეიძლება მართლა დაიწყო ამის გაკეთება. ერთადერთი ისიც თქვაც მინდა. პროპაგანდა როგორ ამუშავეს ამაზე? უცნობის კიდობანში ზის და გვეუბნება, რომ ეს ძმაო 300 ისა რა ქვია ეს ძმაო არაბები რო ჩამოდიან საქართველოში თქვენ გაიხსენეთ აბოთფილელიც ხო არაბი იყო და ეს იაგო ხვიჩასთან იყო იაგო მუთხრა რომ აი აბოთფილელს ადარებო ამათო ხა რო ჩამოვლენო და რა იციო შენო იქნება აბოთფილელზე უკეთესი ხალხი არისო და მოექცაო ეს იყო რა ქვია ჩვენი უცნობის კომენტარი. რა არაბი ქრისტიანი იყო აბოთფილელი რა ჩამოვიდა და არაბი და შეეცინელები არ ჩამოვიდა. რა შუაშია შეიძლება ის აბოზე უკეთესი გახდეს კაცო შენ რა იცი რა. არა მე სხვა რაღაცას გავაცილებ. მაგოგა ხუინდრავამ თქვა რომ რა თქვენი საქმეა აქ შიგნითო რას ჩაწერენ როგორ ჩაწერენო გააკეთებსო ეს კაცი ეს ხალხი თავის საქმესო და აგერ გააკეთებო ამ ხელა პროექტი შეიქმნებაო რა კიდევ 60% მაგრამ ისინი თემ სოფლის ხო ელემენტარული წესია ყიდულობენ და მე აკირავებენ თემი წლის განმავლობაში ბათუმში წესია და ეხა შენი შიგნით რა მოილაპარაკეს რა შენი საქმეა ვინ გიკითხება ის რა შენდება ხო ნახავ ანუ ჩვენი საქმე არ ყოფილა რას ჩაწერენ ამ 7 მილიარდიან პროექტში 800 ჰექტარი უნდა რაც გადაეცეს აი ამ პროექტში რა ჩაეწერება და ვინ გააკეთებს და ასე შემდეგ ეს თურმე ჩვენი საქმე არ ყოფილა მოქალაქეების და ფეხებზე უნდა დავუგიდოთ ქართულ ოცნებას უნდა ვენდოთ რომელიც ჩვენი ჯიბეებიდან იმდენ ფულს იპარავს რომ არ ვიცი ბოლოს დაგვრჩა თუ არა რამე მე პირადად არ მაქვს ფული დარჩენილი და რა ვიცი სხვას თუ დარჩა არ ვიცი ყველას მოპარეს თავიდან ბოლომდე და თურმე ამათ უნდა ვენდოთ ესენი იზამენ და ჩვენი საქმე არ უნდა იყოს ხო როდესაც გვეუბნებოდნენ რომ აი გამჭვირვალობის კანონი შემოგვაქვს ეს არ არის რუსული კანონი გამჭვირვალობის კანონია და ყველაფერი საჯარო უნდა იყოს როდესაც საჯარო იყო ყველაფერი უბრალოდ უნდა შესულიყავი არასამთავრობოს ვებგვერდზე და უნდა გენახა ეს დოკუმენტები წაკითხვა უნდა და ელემენტარული და ყველაფერი საჯარო იყო ხო გამჭვირვალე იყო ეხლა რატო არ გინდას ეს რა ქვია გამჭვირვალეობა მეგობრებო იმიტომ რომ კოცებს ეხება საქმე თუ იმიტომ რომ თქვენ ეს გამჭვირვალეობა სულ ფეხებზე კიდიათ ერთადერთი გაინტერესებთ თქვენი ჯიბის გასქელება და გაინტერესებთ რომ აი აქ რაღაცა ფული მოტეხოთ ხო ბევრი ვინც ახლა რაღაც მორალს გვიკითხავს იქ ზოგი ალტინფოელია ზოგი რაღაცა ღმერთის სახელით გველაპარაკება ზოგი კიდე რავი ბიძინას სახელით გველაპარაკება და ბიძინა გონია ღმერთი გვეუბნება რას რომ გვეუბნება ერთ რაღაცას რომ აი არაუშავს ქართულ ოცნებას ვენდობი თუ არ არის გამჭვირვალე ხელები ამიწევია ხო და ამას იცი რატო ამბობენ იმიტომ რომ იქიდანაც სარგებელს იღებენ ყველა მხრიდან სარგებელს იღებენ ბიზნესები აქვს ზოგს რავი დასუფთავების ბიზნესი აქვს ზოგს სხვა ბიზნესი ზოგი კორპუსებს აშენებს და ასე რავი არიან რა გემრიელად რა ხო და ჩვენ სად ვარ ჩვენ რა ვქნათ ჩვენ ხო და რა ვქნათ და ის უნდა ვქნათ რაც გასაკეთებელია უნდა ამოვიღოთ ხმა ხო იცით როდესაც ადამიანი ჩუმად არის მტერს გონია რომ ესე მეტი გავა და მართლა გაზდის სანამ ჩვენ ჩუმად ვიქნებით ესენი კიდევ უფრო ბევრ რაღაცას გააკეთებენ კიდევ მეტ რაღაცას დააშავებენ ხო ამობთ რა ის რამდენი რაღაც უნდა გააკეთოს სანამდე უნდა ჩაეშვას ამათი ისინი სად არის ფსკერი ეგეთ ხო არის ფსკერი არ არსებობს უძიროა ბოროტების მანქანა არის ყველაფრისგან დაცლილი ხალხია სინდისი ამათ არაო ქვეყანა ამათ არ უყვართ და თქვენ ამათთან ამე იმას ეძებთ რა ქვია ფსკერს ეძებთ ფსკერი არ არსებობს ეგეთ ხალხში საერთოდ ასევე გავიხსენოთ კიდევ კი არა და ზურაბ ზვიადაურის ამბავი რა ვიცი ჩხუბი თუ შეტაკება მოხდა ამას ჰქონდა იარაღი გაუფორმებელი თუ ასე შემდეგ ადამიანი შეეწირა ამ ფაქტს ამათ დაპირისპირებას გარდაიცვალა ადამიანი და დაიჭირეს ზურაბ ზვიადაური იარაღის უკანონო შეძენა ტარება რაღაცაზე ხო და ახლა გამოუშვეს უშვებენ გირაოთი. ეხლა წარმოიდგინე ადამიანი მოკვდა, გარდაიცვალა, ესროლეს, მოკლეს, ხო და გირაოთი უშვებენ კაცს. და რა დააშავა, რა ქვია, მზიამაღლობელმა ისეთი რომ ციხეში არის ამდენი ხანი და რა ვიცი თვალში ვეღარ იხედება და დაბრმავდა ქალი და ბევრი პრობლემა აქვს ჯანმრთელობა. პროკურორები ამბობენ რომ ესო საზოგადოებისთვის არის საშიში და ის ვიღაც იარაღით რო დადიოდა შეიძინა და აქონდა ეს იარაღი და ვიღაცას ესროლა ეგ არ ყოფილა ხო საზოგადოებისთვის საშიში.
ხო და მაგას თავი რო გავანებოდა ერთი წლით რო იჭერენ გზის გადაკეტვაზე ადამიანს და ციხეში სვამენ პირბადის ტარებაზე რო აკავებენ ადამიანს და ორჯერ თუ გაიმეორა რომ ერთი წლით სვამენ ციხეში და მე მაგას არ უშვებენ გირავთი სად პირბადის ტარება და სად იარაღის ტარება მეგობრებო ერთი და იგივე არის ხო ხო და რა ვიცი აი გავატაროთ ყველაფერი უძიროა მაინც ეს ისა ფსკერი არ არის და ვითვინოთ ჩვენს ბოლომდე ეს დღეები იყო თბილისის წიგნის დღეები ფესტივალი იყო ესეთი კარგი ფესტივალი იყო და ძალიან ბევრი ადამიანი იყო აი ამ ფესტივალზე მეც ვიყავი სხვათა შორის და ჩვენ გქონდა ესეთი აქტივობა ექსკურსიის გუნდს დავამზადეთ სანიშნეები ილიას აკაკის ივანე ჯავახიშვილისა და ბარბარე ჯორჯაძის გამოსახულებითა და ციტატებით უკანა მხარეს კი იყო QR კოდი დაიცავი განათლება სადაც ამ QR კოდში რო გადახვიდოდით ნახავდით რას უპირებს განათლებას ქართული ოცნება ეს იყო ახსნილი დეტალურად ასევე იყო გაწევრიანების ბმული თუ მოხალისედ ვიღაცა სურვილი ქონდა რომ ჩვენთან ერთად საქმე ეკეთებინა შეეძლო გაწევრიანებულიყო სხვათა შორის ამ დღეებმა ძალიან კარგად ჩაიარა 1000 დაახლოებით 1000 სანიშნი დავარიგეთ ბევრი ადამიანიც შემოგვემატა ამ ამბავში ძალიან პოზიტიური კამპანია იყო და მოკლედ ძალიან კარგი დღეები იყო რა მთელი საპროტესტო საზოგადოება იქ იყო თქვენ რომ ამბობთ რომ აი აკაცუკები არიან ტერორისტები არა მეგობრებო იქ არიან ის ადამიანები აქციებზე ვინც წიგნებს კითხობს და განათლება უნდა რა ხო და ასევე ვიწყებ ჩვენ მეორე კამპანიას მე უკვე დავიწყე ეხლა ვიდეოც დამზადდება მაგაზე და დავდებ ანუ იდეა მაქვს რა რომ მოვაწყოთ ერთგვარი ჩელენჯი გამოწვევა რომ ჩვენი ბიბლიოთეკებიდან ავიღოთ ერთი წიგნი მოვნიშნოთ ექსკურსი და უთხრათ რომ აი ჩვენ ამ წიგნს გაძლევთ, ოღონდ შენ ამ წიგნის სტუდენტისთვის გადაცემასთან ერთად აუხსენი განათლების რეფორმის შესახებ. და მინდა რომ ეს გამოწვევასავით იყოს, მაგალითად მე რო დავდებ ვიდეოს მოვიწევ 3 ადამიანს და ვეტყვი რომ აი მე ეს წიგნი ვაჩუქე ამ ადამიანს და მოდით თქვენც ერთი წიგნი აიღეთ ბიბლიოთეკიდან და გადმოგვეცით. და ჩვენ ამას გავავრცელებთ. ეს იდეა. გვინდა რომ წმინდად ისეთი პოზიტიური კამპანიები ვაწარმოოთ, რომ ვერც პროპაგანდას ვერ კონდეს, რაღაც სალაპარაკო არ კონდეს და ჩვენს მოქალაქეებს აუხსნათ ყველაფერი რამ მდგომარეობაში ვართ და გავავრცელოთ წიგნები რა განათლების გავრცელებაზე ძვირფასი და კარგი რა არის ამ ქვეყანაში. ყველა ვიცით განათლების და წიგნების ფასი რა. რა ვიცი, ვეფხისტყაოსანი დაიწყეთ, ჩვენ ვეფხისტყაოსის ქვეყანა ვართ და მაგაზე უკეთეს რას ვიზამთ თუ განათლებას და წიგნებს გავავრცელებთ ერთმანეთში, ხო? და მოკლედ, ვისაც სურვილი გექნებათ ამ კამპანიაში შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. ხო. ხო, ასევე ახლოვდება 28 ნოემბერი, ერთი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც ქართველი ხალხი ყოველდღიურად აპროტესტებს ამ რუსულ რეჟიმს. ხო და რა ვიცი, ტექსტი შეადგინეს ადამიანებმა, მე თვითონ ვნახე, როგორ წერდნენ რა. ტექსტ, რომ აი ჩვენი ძმა ლევან ჯობა უნდა გამოსულიყო სიტყვით და შევადგინეთ რა ტექსტი რა, შედგა და დაიწერა, მოკლედ რას ვაპროტესტებთ, რატომ უნდა გამოვიდეთ ამ 28 ნოემბერს. ხო და რაღაც ჩატებში ხო გაიგზავნა ეს და ავი ეთყობა ერთი მაიმუნი იყო იმ ჩატში და გაავრცელა რა და პრაიმ ტაიმი დევს ვიდეოს რომ ეს ტექსტიო ბრიუსელიდან გამოგზავნესო ინგლისურად იყო დაწერილო და გადმოთარგმნესო სიტყვა სიტყვით გადმოთარგმნესო და სხვათა შორის ამან ძალიან კარგი ეფექტი მოახდინა რა იმდენმა გაიგო ამ 28 აქციის შესახებ და დაბუსტვას არ დაჭირებებია რა აი რუსთავიორზე ლაპარაკობდნენ, იმედზე ლაპარაკობდნენ, ხოცებამდე მივიდა ეგ აქცია. ხა ყველა ხო ხდება რომ სისულელე რავი, ერთი გვერდის დასაწერად რაში გჭირდება ბრიუსელის დახმარება, რავი, წერა მაინც ვიცით, კითხვა მაინც ვიცით და რავი, ის მაინც ვიცით რატო დგავართ რუსთაველზე და ვისი დახმარება უნდა დავჭირდეთ ამაში. ეს თქვენ არის, რავი, ლუკა ძაძამიები რო ყავდა წერა კითხვა არიციან, თორე ჩვენ მხარეს განათლებული ხალხი დგას და არანაირი, რა ვიცი, ზევიდან თუ გვერდიდან თუ იქიდან დახმარება აქ ხალხს არ სჭირდება რა. დგას და აპროტესტებს და იცის რასაც აპროტესტებს. ამიტომ ძალიან კარგი ქენით მეგობრებო ეს რომ რაღაცა ცრუ ინფორმაცია და ეს ტყუილი რომ გაავრცელეთ ძალიან აუწიეთ ამ აქციას ცნობადობა. ხო. ეგ იყო და მოვჭი რა, მეტი რა გელაპარაკოთ. დღეს მოვჭეთ ამით და მოვალ კვირას კიდე ვილაპარაკოთ. აბა ჰე და აბა ჰო.